ოთხთვიანი დროებითი მართვის რეჟიმის შემდეგ ზესტაფონის სფეროშინადობთა ქარხანა მუშაობას სრულად განაახლა. კომპანიაში ამბობენ, რომ მიუხედავად გლობალურად შემცირებული ფასებისა, განახლებულია პროდუქციის ექსპორტიც და მოლოდინია, რომ მომდევნო თვეებში სფეროშინადობების ექსპორტი გაიზრდება. თუმცა ამ დრომდე გაჩერებულია დარგში მომუშავე მცირე და საშუალო საწარმოების უმეტესობა, მისი ერთ-ერთი მიზეზიც დაბალ ფასთან ერთად ძვირი ელექტროენერგიაა. რა ვითარება ამ მრეწველობის სექტორში და რა გავლენას ახდენს სექტორზე ელექტროენერგიის ფასი. ნუცა შუბაშვილი მუშაობდა ამ თემაზე და შეფასებებიც მოისმინა, ნუცა გისმით. ნინო მოგესალმები, როგორც ცნობილია, ქვეყნის უმსხვილესი სფეროშინადობების მწარმოებელი ზესტაფონის სფეროშინადობთა ქარხანა 4 თვის განმავლობაში წარმოება შეჩერებული ჰქონდა, რის მიზეზადაც გლობალურ ბაზრებზე არსებული რთული ვითარება და მადნის დეფიციტი სახელდებოდა. როგორც ირკვევა, საწარმოო სრულ რეჟიმში მუშაობა 1 მარტიდან განაახლა. კომპანიაში ამბობენ, რომ მიუხედავად საერთაშორისო ბაზარზე დაბალი ფასების შენარჩუნებისა, საწარმოო ექსპორტი განაახლა და მოლოდინი აქვს, რომ სფეროშინადობების ფასები მეორე კვარტალიდან გაიზრდება, რამაც საექსპორტო მოცულობები უნდა გაზარდოს. რაც შეეხება საწარმოებისთვის საჭირო ნედლეულს, მადან საწარმოში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე წარმოებაში იმპორტირებული პროდუქციაც გამოიყენება. ზესტაფონის სფეროშინადობთა ქარხანა 1 მარტიდან სრული დატვირთვით ამუშავდა. წარმოების განახლებამდე ქარხანას ჰქონდა დროებითი მართვის პერიოდი, რომელიც გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩაგვეტარებია მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებები. ცალკე მინდა გამოვყო ნომერ 21 ღუმელი, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა ქარხნის სიმძლავრეები. დღევანდელი მონაცემებით საექსპორტო გადატვირთვები განახლებულია. თუმცა აღსანიშნავია, რომ გაყიდვები ვერ მისდევს წარმოებას. ფასებიც კვლავ შემცირებულია. მიუხედავად ბაზარზე არსებული ვითარებისა, ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობს. ჩვენ გვაქვს არსებული მარაგები და ახალი კონტრაქტი იმპორტულ მადნებზე. მოლოდინი გვაქვს, რომ მეორე კვარტლიდან ვითარება რადიკალურად შეიცვლება. ვფიქრობ, რომ საექსპორტო მოცულობა გაიზრდება და ფასებიც აიწევს. მართალია უმსხვილესი სფეროშინადობების მწარმოებელმა მუშაობა განაახლა, თუმცა ამ დრომდე გაჩერებულია დარგში მომუშავე მცირე და საშუალო საწარმოების უმეტესობა. როგორც ელექტროენერგიის კვალიფიციური მომხმარებელთა ასოციაციაში ამბობენ, მიღმა საერთაშორისო ფასებისა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ელექტროენერგიის მაღალი ტარიფებია, თავის მხრივ კი ელექტროენერგიის წილი მთლიან თვითღირებულებაში საკმაოდ მაღალი, დაახლოებით 40%-მდეა. აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში იზრდება საბალანსო ელექტროენერგიის ფასიც და თებერვალში ამ მაჩვენებელმა თითქმის 7 ცენტს მიაღწიან, რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ სრულ საწარმოებს უფრო ძვირად უწევთ ელექტროენერგიის შესყიდვა. რამდენად ექნებათ საწარმოებს ზაფხულის პერიოდში შედარებით იაფიან ელექტროენერგიაზე წვდომა, ეს თავის მხრივ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად წყალუხვი იქნება მომდევნო თვეები. გაჩერების მიზეზი გახლავთ ის, რომ სოფლიო ბაზარზე ჯერჯერობით ფასი არასულა იმ ნიშნულზე, როდესაც ქართული სფეროშინადობთა საწარმოები შეძლებდნენ კონკურენციის გაწევას ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის ინდოეთი, როგორიც არის მალაიზია და სხვა ქვეყნები. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, გამსაზღვრელი ნაწილი გახლავთ ფასი ელექტროენერგიაზე, რომელიც თვითღირებულების ნაწილში დაახლოებით 35-40% გახლავთ სფეროშინადობების წარმოებისას და საქართველოში მაგალითად თებერვლის თვეში დაფიქსირებული 5.9 ცენტი ესკოს ფასი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი უკანასკნელ პერიოდში, თუმცა ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ გარდა ამ საფასურისა ეს მომხმარებლები იხდიან ისეთ საფასურს, როგორც გახლავთ ტრანზიტი, დისპეჩერიზაცია, რეგულირება და ასე შემდეგ და საერთო ჯამში მათი თვითღირებულება ელექტროენერგიის მომხმარებლის საქართველოში ადის სულ ცოტა 8.5 ცენტრის პარალელში, რაც პრინციპში აბსოლუტურად არაკონკურენტუნარიანი არის არც რეგიონში და არც მსოფლიოში. იმაზე, რომ დარგში მომუშავე მცირე და საშუალო საწარმოების უმეტესობა კვლავ გაჩერებულია, საუბრობენ სფეროშინადობების ასოციაციაში, სადაც ამბობენ, რომ დარგის გამოსაცოცხლებლად ელექტროენერგიის გაიაფებასთან ერთად საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდაც აუცილებელია. ასოციაციის შეფასებით იმისთვის, რომ მცირე საწარმოებს მუშაობის განახლება უღირდეთ, 1 ტონაზე ფასი სფეროშინადობებზე დაახლოებით $1,300-მდე უნდა გაიზარდოს დღეს არსებული $1,050-1,100-დან. მადლობა, ნუცა, რა ვითარება მძიმე მრეწველობის სექტორში და როგორ აისახება ელექტროენერგიის ფასი წარმოებაზე, ნუცა შუბაშვილი საუბრობდა.